გაიხარეთ სულიერი წინსვლა, ბედნიერება, ჯანმრთელობა, გაძლება, იმუნიტეტი, უნარჩვევების გაძლიერება ქრისტიანული გვინდა გისურვოთ ამ ძიმე დროში და ამ ძიმე ცხოვრებაში. მუდმივი ხილული თუ უხილავი ბრძოლები, რომლებიც არის და რომლებიც ისე ვთქვათ მოქმედებს ჩვენზე, რა თქმა უნდა, გადატანადი და გადალახვადია თუ ადამიანი მონინდომებს. რა თქმა უნდა, ჩვენი ბრძოლა ხილულიც არის, მაგრამ პირველ რიგში უხილავი, იმიტომ რომ უხილავი ვლინდება ხილულად და ხილულში ვლინდება უხილავი. მაგრამ უნდა გავძლიერდეთ, ნებისყოფა უნდა გავივაგიშოთ, ლოცვით, მარხვით, თავშეკავებით და ასე შემდეგ. გაძლიერდა მაგრამ ადამიანი სულიერად, გაძლიერდა მისი სული სამშვენიერი და სხეულიც კი, რომელიც ინსტრუმენტია მოსინანულის შეიძლება ითქვას. და ადამიანი, რომელიც ნებისყოფას გამოიმუშავებს და გააკეთებს სწორ არჩევანს, მართალ არჩევანს, აირჩევს ქრისტეს, აირჩევს ღმერთს, აირჩევს საფრთხო გზას, ყოვლადწმინდა სამებას. ასეთი ადამიანის გონება, სული, სამშვენიერი სხეული, გონება, გული, სული, ყველაფერი ეს უკვე სხვა ეტაპზე, ახალ ეტაპზე გადადის. ძლიერი ნებისყოფა, სწორი არჩევანი და ადამიანი უკვე სულ სხვა ხდება. ღვთის მადლით, რა თქმა უნდა, გარდაიქმნება. მაგრამ ის, ვინც მხოლოდ მიწიერი ცხოვრებით ცხოვრობს, მხოლოდ სხეულებრივი ადამიანის ცხოვრებით ცხოვრობს, მცენარეულ, ცხოველური, ადამიანურ სტანდარტს, ხატებას და მსგავსებას არ უახლოვდება, ახლოსაც არ მიდის. ესეთი ადამიანები სამწუხაროდ იმედგაცრუებით ამთავრებენ. სამწუხაროდ მართვის, მაგრამ პედაგოგიკა თეატრები სხვადასხვა გზით, სხვადასხვანაირად ამცნობს, ანიშნავს, მოუწოდებს, აკრძალვებს, მაგრამ გადახრის მათ. მაგრამ ისინი თვითგამდიდებითა და საკუთარი თავის კომფორტში მოწყობით არიან დაკავებული, რაც უმოკლესი გზაა თვითგანადგურებისა. თვითგამდიდება, საკუთარი თავის კერპის შექმნა და გაკერპება, საკუთარი თავისა და მიწიერი პასუხობების ზედმეტად ხორციელის ზედმეტად და მაღლა დაყენება სულიერზე და მატერიის სულის გამატერიალურობის მცდელობა ადამიანს თვის უმოკლესი გზა არის სულიერი თვითგანადგურებისა და ხორციელისაც. ამიტომ ესე არ რომ არ იყოს, უნდა გააცნობიეროს ამ ადამიანმა ყველამ, რომ ბრძოლები არის, რა თქმა უნდა, და სულიერი ჯვარი ჩვენი ძალიან მძიმეა, ჯვარფირთველო, მით უმეტეს ამ დროში. მოულოდნელი თუ მოსალოდნელი, ხილული თუ უხილავი ბრძოლების შეტევები, თავდასხმები, ფსიქიური თუ ემოციონალური შეტევები ადამიანზე დღისი და განსაკუთრებით ღამით ხორციელდება. ბევრი გზნობს, ბევრი ვერ გზნობს, ბევრი შედეგს გზნობს მხოლოდ და მხოლოდ. და შედეგი კაი რომ მაინც იგზნობს, ზოგი ვერც შედეგს გზნობს და ვერც თავს და ვერც ბოლოს. და რატომ აღმოჩნდება ამა თუ იმ მდგომარეობაში მე უკვის, იმიტომ რომ ანალიზი და თვითანალიზი რატომ და რას რა მოყვება მიზეზშედეგობრივ კანონებს ვერ აცნობიერებს, ან არ უნდა რომ გააცნობიეროს, რომ შემდეგ კიდევ დამატებით სხვა რაღაცეების გაცნობიერება მოუწევს, რაც შეიძლება მისთვის დისკომფორტი იყოს. შრომა რასაც უნდა, თვითშემეცნება უნდა და რაც ადვილია, და ადვილი არაფერი პრინციპში არ არის და ვერც იქნება ადვილი. და ვაი რომ ბევრს გაადვილება უნდა ცხოვრების მიწიერი ძალაუფლებისა და თვითგამდიდებისა და ქონების მოპოვებით. მაგრამ მიწიერი ცხოვრების თვითგამდიდება და ცხოვრების ჭყალებში გაადვილება ესეც უმოკლესი გზა არის თვითგანადგურებისა. იმიტომ რომ ნეტარ ხართ 9 ნეტარება გავიხსენოთ ვინც. იქ არავინ არ არის, არცაც ნათქვამი ნეტარ არის ისეთები, რომლებიც შორს არის ქრისტიანობიდან და შეხებაში არ არის ქრისტიანულ სულიერობასთან აღარ ჩამოყალიბდა. ამიტომ ჩვენ ცხოვრებაში ამ ხელჩართულ ბრძოლაში პოსტსაბჭოთა სივრცის ადამიანთა ასე ვთქვათ ცხოვრება საკმაოდ მძიმე თეატრს წარმოადგენს სულიერს, ესე სიმბოლურად რომ ვთქვათ. ძალიან მძიმე, სადაც ნახევარზე მეტი ვერ აცნობიერებს თავის როლს, თავის მისიას. მეტი ვერ აცნობიერებს უხილავ ბრძოლებს და გონია რომ რასაც ვერ ხედავს არ არსებობს.
და გონია რომ რასაც ვერ ხედავს არასდროს და მაინც ვერ დამინახავენო უსიცხვრო და აგზელებს თავის უძულო ცხოვრებას და გონია რომ ეს ყველაფერი ისე შეავლის და არაფერი არ მოყვება. ვაი რომ ესე არ არის. ამიტომ შეტევები ბევრია, მაგრამ ჩვენ რაც არ უნდა შეტევები განხორციელდეს უფლის სახელით ადამიანმა უნდა მოერგოს მათ. ბევრია ძალიან ქრისტიანი, რომლებიც ამას გზნობს და რომელიც საბრძოლველად გამზადებული არის და უამრავი მეთოდი სახარებაში და სულიერი ძალა, სულიერი შეიარაღება მოგვეცა ჩვენ. ძალიან ბევრი რამ მოგვეცა ჩვენ. და ეს ბრძოლები ჩვენ, როდესაც გვაქვს, ჩვენი ბრძოლა არის ზუსტად უხილავ ძალთა წინააღმდეგ. ან ბნელი საწუთროს მყრობელთა წინააღმდეგ. გამართულ ომზე არის ლაპარაკი სახარებაში. ძოდ პავლე მოციქულის ქადაგებებში და ეპისტოლეებში. ამისთვის აღიარეთ ყოველად საჭიროა იგი ღვთისაი, რათა შეუძლო წინა ადადგომა დღეს ამას ბოროტსა და ყოველწალ იქმოდეთ, რათა დგეთ. როგორც ბრძოლაში მიმოვალი ადამიანი იცვამს აბჯარს, იღებს ფარს, ჩაფხუტს და ხმალს, ასევე ყველა ჩვენთაგანი ღვთის საჭიროელით უნდა შეიარაღდეს. აი გზის გახსნა როგორ უნდა ეს არის. ლოცვა ყველას დიდი ძალა, ხო? ქრისტესადმი ლოცვა. მტკიცეთ უკვე დეგით, მოირტყენით წელნით თქვენი ჭეშმარიტებით და ხნებ დაგეცით წყეული ბოროტი ძალების წინააღმდეგ და სამხედრო სარკელის ნაცვლად ქრისტეს ჭეშმარიტება შემოერტყით წელზე. და შეიმოსეთ ჯაჭვიგი სიმართლისა და შეიხსენით ფერთა თქვენთან გამზადებულებაი სახარებისა მის მშვიდობისა. ასე რომ წმინდა პავლე მოციქული გვაუწყებს აი ამ სულიერ ომზე. ვითარ წაწერილას, ვითარ მშვენიერ არიან ფერხნი მახარებელთა მათ მშვიდობისა. მშვიდობის და სიკეთის მახარებელთა ფეხებით მშვიდობით და ქრისტეს გზაზე დადის. რაც აუცილებლად თავის შედეგს გამოიღებს და ესეთი ადამიანებისთვის გზახსნილი. ეშმაკები მუდმივად გვიშენენ გულში ცეცხლოვან ისრებს და უამრავ ადამიანს სასიკვდილო ჭრილებებს აყენებენ. ჩვენ კი მოგვეცა ფარი, ქრისტეს ჯვარი. ხო? ქრისტეს ჯვარი. და ამით აღუდგეთ ეშმაკსა და მის ანგელოზებს. ეს უფლება მაშინ უნდა გამოვიყენოთ, როდესაც ღვთის ღრმა რწმენა და ქრისტესადმი უზომო სიყვარული მოგვიცავს. ამ ფარის წინაშე ზრწიან წყეული, ეს ძალები ზრწის ეს ბოროტი ძალა. დაიხურეთ თავზე სულიერ ჩაფხუტი, არა ტყავისაგან, არა ჭურვის მომსხვრევებისგან თავდასაცავი, არამედ ცხოვრების იმედის. ანუ იმის იმედის, რომ უფალი ჩვენთანაა და მოგვეცა ჩვენ ძალა და უფლება ბოროტი ძალის დასამარცხებლად. მაინც რა არის ეს მახვილი იგი სულისა, რომელი არც რკინისაა, არც ორლესულია, რომელი არის სიტყვა ღვთისა, ხედავ, სიტყვა ღვთისა. ეს პავლე მოციქულის სიტყვები. არის ეს ყველა დიდი ძალა და მახვილი, სიტყვა ღვთისა. და როგორია მისი ძალა, ყველა მორწმუნე მიცის. აი რას ამბობს პავლე მოციქული ამის შესახებ. ცხოველა სიტყვა ღვთისა და ძლიერ და უმკვეთელეს უფროის ყოვლისა მახვილისა ორპირისა. და მისწვდების იგი ვიდრე განსაყოფელად და სამშვენელისა და სულისა. ნაწევართა და ტვინთა და განკითხვალ გონებათა და ზრახვათა გულისა ებრაელთა მედრესეში. ღვთის სიტყვით ტრისაფის ამ საშინელი მახვილი ჩვენ სასწაულებს აღესრულებთ და ეს უამრავი ჩვენს ცხოვრებაში ყოფილა ამის შემთხვევა. წავით ეს ლოცვით თავის დამდაბლებით სიყვარულით ხო რა თქმა უნდა. ღვთის სიტყვა იმდენად ძლიერია, იმდენად მოქმედია ადამიანის გულში, როგორც ამ გაძლიერებული სულით, სამშვიდობო სხეულით ადამიანს სწორ არჩევანს უაკეთებს. ესეთი ადამიანი დაუძლებელია. ღრმად აღწევს მის სულში სამშვიდობო სხეულში, როგორც რიცხვის 3 წინჭვრიტება აღწევს და შეანჯღევს, გარდაქმნის მას. მეტამორფოზას უდექებს, განაღმტობს მას. რომ ცოდასა და უწმინდურობაში ჩაბმული ღვთის სიტყვის ძალით მეხსოვრად სულიერი ფერიცვალება განიცადოს და გამოვიდეს ამა თუ იმ ჩაკეტილი ჩიხური მდგომარეობიდან. ყოველას საჭურველი მოგწვა ღმერთმა აი ამ ხრიკებისაგან თავდაცაცავად. ეს არის სიმართლის აბჯარი, ხსნის ჩაჩქარი, რწმენის ფარი და სულიერი მახვილი. ღვთის სიტყვა და თუ ამ ყველაფერს ჩვენ გამოვიყენებთ ამ წმინდა აღჭურვილობას
და დაუდევრებას არ გამოვიჩენთ სიზარმაცეს და უყურადღებებას, პირველ რიგში ჩვენი საკუთარი თავისად. მაშინ ყველა დაბრკოლებას გადავდა, ხო და გზა ხსნილი, ისედაც ხსნილი გზა და ვიწრო გზა, მაგრამ მაცხოვნებელი უფრო და უფრო ჯვარკვირტულობა შემსუბუქდება. შემსუბუქება გაიოლება არ არის. ამავე ცხოვრების გაიოლების მცდელობა. ეს არ არის ისლამური გზა. ვერავინ ვერ აცდება გოლგოთას. გაიოლებულად გოლგოთაზე ვერავინ ვერ წავა იოლ გოლგოთაზე. თავის პროპორციულად ყველას თავისი ელის. და ჯვარცმა და აღდგომა ყველას. რაც ქრისტემ გაიარა, ზუსტად იგივეს გადის თითოეული ინდივიდი. ზუსტად იმ მეტამორფოზებს, იმ საიდუმლოებებს, იმ ზნედებს, ზუსტად იმ ყველაფერს და სახარების თვითონ წმინდა ტექსტი მაკრო მოდელია იმისათა, რასაც გადის მიკრო მოდელი ადამიანი, როგორც ხატება ღვთისა და მსგავსება ღვთისა. ამიტომ მოუკლებელი ხსოვნა ღვთის შესახებ სულ მუდამ გვახსოვდეს უფალი. მოუკლებელი ლოცვა და მოშურნეობა, გამუდმებით ცდელობა ღვთის ნების აღსრულებისა, აი მადლობის შეგრძნება და გზნობა, როცა მადლიერი ადამიანი, უმადურობიდან იწყება ყველაფერი ცუდი. ღალატი, ბორმა, შური, ამეხსიერება, ზურგის მოშემაქცევლობა, უცოდინარობა, სულიერი და ემოციონალური სიბნელე, ხორციელი უძლურებების, უმადური ადამიანში უამრავი რამ გარდაწყდება, ისე რომ მაშინ ნეგატიურ შედეგებს იწვევს. უმადური ადამიანი სილაზე აშენებულ სახლს გავს, რომელიც სიმხარეს ვერასდროს ვერ ეგისება. უმადური ადამიანი ღვთისა და მოძღვრისას და საერთოდ ესეთი ადამიანები როგორც სილაზე აშენებული სახლია, ნელ-ნელა ჩაძირებენ, ნელ-ნელა ფუნდამენტი ეცლება და მათი წონასწორობა ყარი არ არის. მათი სულიერი სიმძიმის ცენტრი გადადის თავის სიმყარედან და ითქმება და დაცემა მათი დიდია შენობა. მცირე ინტერვალზე გონიათ რომ დგას და მუშაობს ეს უმადურობა, მაგრამ მცირე ინტერვალზე ბოროტებას საფუძველი არ აქვს. მცირე ინტერვალზე მუშაობა ილუზია არ ნიშნავს მის რეალურ მუშაობას. ამიტომ თუ ყველა ღვთის საჭურელს ავიღებ, ხოლმე და ასეთ შემთხვევაში ვიქნებით ღმერთთან ერთად და არ ვიქნებით დაუცველი. ცხოველთა გაგზავნით შორის მგელთაო, მაგრამ ეს ცხოველი დაუცველნი არ არიან. აი ამ ძალების წინააღმდეგ. ესეც დაშვებულია, ღმერთმა იცის, ესეც ღვთის კურთხევით არის, რომ გამოიწვევთ ეს ადამიანი. ყველაფერი იცის უფალმა, ყველაფერი იცის. და უფალიც ჩვენთან გვიყურებს და მისი თვალი ყოველთვის ხედავს ჩვენ, ყოველგან აქვს, ყოველსა აკოცებს. სწორედ ამიტომ გვავალებს ჩვენ და გვეუბნები, იღვიძეთ და იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ შეხვიდეთ განსასწელში, მით უმეტეს ამ დროში მაცხოვრებებს. ამიტომ დათხია თავისი ყოვლადწმინდა სისხლი და არც ოქროთი და ვერცხლით ხართ გამოსყიდული, არამედ ქრისტეს სისხლით. არ უნდა დავივიწყოთ ეს. და ამიტომ მოგცა ამდენი საღვთაებრივი საჭურველი. და მინდა რომ აი ამ საჭურველი დაახჭურვილებმა წარმატებით ვიარო და გზახსნილი ქონოდეთ ღვთის საიდუმლო სული საცხოვრებლად. მადლობის ჩვენს იესო ქრისტესი, იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.